Πάτερ Θεόδωρο, ευλογείτε. Χριστέμ δαγλωτσot. Χαιρόμαστε πάρα πολύ που σας βλέπουμε σήμερα εδώ στην Ιερά Μονή του Βατοπεδίου. Σας γνωρίσαμε μέσα από τις τηλεδιασκέψεις που έκανε ο Γέροντας Εφραίμ με την ενορία σας και είδαμε πόσο αγάπη έχει η ενορία σας και όλος ο γεωργιανός λαός για το Άγιον Όρος και για τη Μονή Βατοπεδίου. Πείτε μας, σας παρακαλώ, πώς συνδέεστε με την παράδοση του Οσίου Ιωσήφ, του ησυχαστού, του Γέροντα Ιωσήφ του Βατοπεδίνου και βεβαίως και του Γέροντα Εφραίμ. Χριστέμ დაგლოცოთ, შეგვეწიოს უფალი. უნდა ითქვას, რომ მე მქონდა როგორც ერთ-ერთი რიგით მღვდელმსახურის კურთხევა კათოლიკოს პატრიარქისაგან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესაგან, მისიონერობასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად გაცოცხლდა და შეიძლება ასე ითქვას რეალიზდა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდი ვატოპედის მონასტერში 11 წლის წინ და აი აქ ჩემი ყოფნა მნიშვნელოვანია იმით, რომ არა თქვათ მენტალურად, იმიტომ რომ დიდი იოსების სიკასტის წერილებს მანამდეც ვიცნობდი, არამედ რეალურად გულისმიერად გავიცანი ეს დიდი მამა და ის დანატოვარი, ის მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვატოპედის მონასტერში ვხედავთ მათ შორის. აქ ყოფნა, ჩემი აქ ყოფნა იყო მამა ეფრემის კურთხევით მოხდა, ესეც სასწაულებრივი და საკრალური მნიშვნელობის არის ჩემთვის, ოღონდ ძალიან პირადია და ამას არ გავახმოვანებ და მამა ეფრემისთან ურთიერთობამ, რომელიც ვატოპედის მონასტერში განხორციელდა, მასთან ერთად ლიტურგიკულმა კავშირმა, იმიტომ რომ თანამწირულად ვიყავი, მოახდინა ის სასწაული, ანუ ნიშანი ღვთისაგან, რის მერეც დაიწყო ჩვენი სამრევლოს, ჯვრის ამაღლების სამრევლოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვრის ამაღლების სამრევლოს ევქარისტიული ცხოვრების აღორძინება, ლიტურგიკული ცხოვრების აღორძინება, ლოცვითი ცხოვრების აღორძინება და ამან განსაცვიფრებელი ნაყოფები გამოიღო ძალიან მოკლე ხანში. გაივსო ტაძარი ახალგაზრდებით, ძალიან ესეთი მისიონერული ინტენსივობით ხასიათდება ჩვენი სამრევლო და ეს ყველაფერი უკავშირდება ევქარისტიულ ცხოვრებას და ლოცვით, კერძოდ გონიერი ლოცვის გარკვეულ გამოცდილებას, რომელიც სწორედ იოსების სიკასტის სკოლის მემკვიდრეებს აქვთ უპყრიათ, როგორც უძვირფასესი წმინდა გადმოცემა. შესაბამისად და მრავალი ნიშანით დადასტურდა უფლისაგან ჩვენი ეს სწრაფვა უძველესი ტრადიციებით ღვთისაკენ, ქრისტესაკენ, რომელიც იოსების სიკასტმა გააცოცხლა თავის დროზე, რის გამოც მას უწოდებენ თანამედროვე ნიკოდიმოს თაწმინდელს, როგორც ევქარისტიული ცხოვრების ამაღორძინებელს და თანამედროვე გრიგოლ პალამას, როგორც ისიქაზმის ამაღორძინებელს თანამედროვე სამყაროში, მრავალი ნიშნით დადასტურდა ეს, რომ უფლისათვის სათნო იყო ჩვენი სამრევლოს ამგვარი მოღვაწეობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ეს იყო წმინდა იოსების სიკასტის სახელობის ტაძრის აშენება ჩვენს სამრევლო სატაძრო კომპლექსში, რომელიც საერო სივრცეში, არა სამონასტრო, არამედ საერო სივრცეში დედამიწაზე პირველია. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მე არ ვიცი როგორ შეიძლება უფრო მეტად გამოიხატოს ადამიანებისაგან, ახალგაზრდა ადამიანებისაგან, უფრო მეტად გამოიხატოს სიყვარული რომელიმე კერძო წმინდანის მიმართ, რომელსაც მე ვხედავ ჩვენ სამრევლოში ახალგაზრდებში, რომლებიც სულ 30 წლამდე არიან და მათი ცხოვრება მთლიანად მიძღვნილია ეკლესიისადმი. ისინი არიან ერის ადამიანები, დაოჯახებულები, სხვადასხვა პროფესიის მქონენი, მაგრამ მთელი სისავსით გაუღეს გული აი ამ უძველეს ტრადიციას, ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებისა და გონიერი ლოცვის პრაქტიკისა, რომელმაც კიდევ ვიმეორებ, დაადასტურა კიდევ ერთხელ ჩვენ სამრევლოში, სხვათა შორის თბილისში, ჩვენ სამრევლოში დაადასტურა, რომ ის მუხტი, ის გულმხურვალება და ის ცეცხლი, რომელიც დიდმა იოსების სიკასტმა დაანთო ათონის თაზე თავის პატარა საძმოში, ის იყო ნამდვილად ჭეშმარიტი გზა. ჩვენ ხო ვხედავთ, თქვათ, იგივე ვატოპედის მონასტერში, აგერ ამერიკაში, კვიპროსზე, თუ როგორი ნაყოფები აქვს, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვრის ამაღლების სამრევლოში, სადაც იგივე ცეცხლიანთია და ეს ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. კიდევ ვიმეორებ, იმ ახალგაზრდებში, რომლებიც აი გუშინ დაიბადნენ და დღეს უკვე იმ ღვთაებრივ ცეცხლს ატარებენ, ლოცვითა და ევქარისტიული ცხოვრების ცეცხლს ატარებენ თავის გულში. Πάτερ Θεόδωρο, βρεθήκαμε εδώ στο Βατοπέδι με την ευκαιρία της εκταφής των λειψάνων του Γέροντα Ιωσήφ του Βατοπεδινού. Πώς βιώσατε αυτή την εμπειρία
მოკლე პასუხი შემიძლია ვთქვა, ორსიტყვიანი და სამსიტყვიანი და მე ცოტა განვავრცო. მოკლე პასუხი სამსიტყვიანი არის ეს იყო იესო ქრისტეს დიდება. რაც მე განვიცადე სწორედ წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისას. მე პირველად დავესწარი ამ გორმსახურებას, მე მხოლოდ წაკითხული მქონა თუ როგორ ხდება ეს და ჩემთვის ეს იყო ქრისტეს დიდება, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ქრისტეს აღდგომის დიდება, ეს იყო აღდგომის სიხარული. საერთოდ მიცვალებულისადმი დამოკიდებულება საერო სივრცეში მოგვეხსენებათ როგორია, ჩვენ ვიცით თქვათ საფლავთან დამოკიდებულება ქრისტიანისათვის საკრალურია ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ის ტკივილს გარკვეულ რაღაც უარყოფით დამოკიდებულებას შიშს უკავშირდება, მით უმეტეს მიცვალებულის საფლავის გახსნა. ყველაფერი ამის საწინააღმდეგო იყო ეს იყო ესე იგი ეს იყო აღდგომის სიხარულის წინა გემოსხილვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი იხსნება საფლავი, ესე იგი მიცვალებულის ნეშტი, ძვლები და უცებ ეს იწვევს აღდგომის სიხარულის წინა გემოსხილვას. რა თქმა უნდა ეს მადლის მოქმედებაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ იოსებ ვატოპედელის შესახებ ამ დიდი მოძღვრისა, რომელიც კანონიზაციას მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება, მამა ეფრემისგან გავისანი, სწორედ თბილისში როცა იყო მამა ეფრემი ჩამოძანებული 11 წლის წინ და ძალიან ესე იგი ეხლაც მახსოვს როგორ ყვებოდა მამა ეფრემი, მე არ მახსოვსო არც ერთი ლიტურგია, რომელსაც მე წირავდი რომ მამა იოსები ჩემი მოძღვარი ზიარებულიყო, არ მახსოვს არც ერთი ლიტურგია რომ მას არ ეტირაოდა. როცა ვეკითხებოდი რატომ ტირი ხარ, მას ჰქონდა განსაცვიფრებელი ჩემთვის მაშინ განსაცვიფრებელი პასუხი რომ წარმოვიდგენ როგორ ვინ არის ღმერთი და რა გააკეთა მან ადამიანისათვის რომ ის ადამიანად მოვიდა როგორ დაიდაბლა თავი არ შეიძლება რომ არ შემილია რომ გული ტირის თავისთავად ეს ტირილი არის მგლოვარება სიხარული ტირილი ანუ რომელშიც არის მგლოვარება ჩვენს გამო ჩვენი ცოდვების გამო და ის სიხარული რომელიც ღმერთმა თავის სიყვარულით ჩვენ დაგვანახა ასე რომ ჩემი აქ ყოფნა კიდევ ერთი ნიშანი და დასტური არის იმისა რომ ჩვენ სწორგზაზე ვდგავართ მე ჩვენ სამრევლოს გულისხმობ და ეს ის გზა ჩვენი წინაპრების გზა მათ შორის ბერძნებისაც და ქართველებისაც რომელსაც ეს ის გზა რომლისათვისაც კვდებოდნენ ჩვენი წინაპრები ჩვენი ერთ-ერთი დიდი წმინდანი ილია მართალი ამბობს რომ ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენ ქრისტესათვის ეს იყო საქართველოს ისტორია ყოველთვის როცა ჩვენ კვდებოდით ქრისტესათვის და ეს რეალობად იქცევა დღეს ხედავთ როდესაც ჩვენი ყოველი წამი, ჩვენ ვსწავლობთ ყოველი წამი მივაკუთვნოთ იესო ქრისტეს, ჩვენი ცხოვრების წესით, სოციუმში, ადამიანებთან ურთიერთობაში, ევქარისტიული ცხოვრებით, რასაც არ უნდა ვიქმოდეთ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ღვთის სადიდებლად ვიქმოდეთ და თვით სუნთქვითაც კი და სიკვდილითაც კი და საფლავის გახსნითაც კი ყველაფრით ქრისტე იდიდებოდეს და მამა იოსებ ვატოპედელის მართლა წმინდა მოღვაწის საფლავის გახსნა, წმინდა ნაწილთა აღმოყვანება, რომელიც თავის დროზე მე მწამს, რომ საეკლესიო კალენდარში დამკვიდრდება ეს დღე, კიდევ ერთხელ იყო დიდება ჩვენი უფლისა იესო ქრისტესი და წინა გემოსხილვა აღდგომის საყოველთაო აღდგომის წინა გემოსხილვა, რომლის მონაწილეებიც თითოეული ჩვენ ვიყავით, ვინც აქ ვესწრებოდით და მე ვმადლობ ღმერთს ამისათვის ვმადლობ ჩემ პატრიარქს, რომლის კურთხევითაც დაიწყო ჩემ გავხდი მღვდელი და რომლის კურთხევითაც დაიწყო ჩემი მისიონერული საქმიანობა. ვმადლობ მამა იოსებისიქას და მის საძმოს, რომლებიც ჩვენთვის უძვირფასესი ადამიანები არიან და მარად ცოცხლები. მადლობ მამა ეფრემს, ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენელს ამ დიდებული სკოლისა და მთელ ვადოპეტის საძმოს და თითოეულ თქვენ რომ ჩვენ ასე ღირსი გავხდით რომ ერთად ყოფილიყავით ამ მნიშვნელოვან დღეს. მართლა მიხარია და ეს სიხარული მინდა მთელი სისავსით მოუკლებლივ ჩავიტანო ჩვენ სამრევლოში ჩვენს დედა ეკლესიაში.